პატიმარი ღარიბაშვილი ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას. წერს ექს-პრემიერი. მისი ცნობით ივანიშვილის დავალებით წერილი მიიღო, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავზე აღება მოსთხოვეს და ისევ 5 წლიან სასჯელს დაპირდნენ. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას, თუ გადაგდებას გადაწყვეტ კორუფციული ბრალდება იქნება დასვევის მექანიზმი. ნათქვამია გაფრთხილებაში. ღარიბაშვილი აანონსებს, რომ ხვალ ვრცელ წერილს გაავრცელებს. ჩასული ვიყავი და აფხაზ პარტნიორებთან მქონდა საუბარი, რომ ჩვენ აქედან გალის მოსახლეობას მივაწვდით ბენზინს. აცხადებს შპს სოლიდუსის მფლობელი. არველაძის თქმით, 3 დღეში აფხაზეთში 300 ტონა ბენზინი შეიტანა იმისთვის, რომ ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი არ შექმნილიყო. თბილისში ირწმუნებია, რომ აფხაზეთში შეტანილი საწვავი მოსახლეობას ხმარდება და რუსეთში არ გადის. რუსეთს თავის ბენზინი აქვს და არ დასჭირდება, აცხადებს ოცნების დეპუტატი შარმანაშვილი. გაძლევთ გარანტიას, რომ მოსახლეობამდე მივიდა, ამბობს კალაძე. სიღნაღის სოფელ ტიბაანში ავტომობილი 4 ქვეითს დაეჯახა და იღუპა 1 და დაშავდა 3 პირი. გავრცელებული ინფორმაციით მანქანა მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. ძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ადგილიდან მიიმალა.